იცნობდა შენ ქვეყანას. საქართველო მდებარეობს ფრონტისა და აზიის გასაყარზე კერძოდ კავკასიაში. საქართველოს შორის ხუთი უკავშირდება შავი ზღვის პირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დადასტურებად ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს. გიბრალტარის უდიდესი საზღვრებია კავშირი მთელ სოფლიოს და მდინარე დუნაის მსხვერპლობით კი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან. საქართველოს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი, სამხრეთით კი ესაზღვრება სომხეთი და თურქეთი. საქართველოს დედაქალაქია თბილისი, რომელიც დაარსდა მეფე ვახტანგ გორგასალმა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს, ყოველი წლის 26 მაისს აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს 1995 წლის 24 აგვისტოს. ქართული ფულის ერთეულია ლარი, საქართველოს დროშა ხუთწრიანია. სახელმწიფო რელიგიაა მართლმადიდებლობა. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება პირველ საუკუნეში დაიწყო. ქრისტიანობა იქა ქრისტეს მოციქულებმა ანდრია მოწოდებულმა და სიმონ კანანებმა, ხოლო მეოთხე საუკუნეში იბერიაში მირიან მეფის დროს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ქართლის გაქრისტიანება დაკავშირებულია წმინდა ნინოს სახელთან. საღვთო გადმოცემის თანახმად იბერია ღვთისმშობლის სიყვარული ქვეყანაა. როცა მოციქულები წმინდა ხალხში ეკადაგა ქრისტეს ჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა. აიქვენ გაეშურა ელოსანი, წიხდომანი შენი ქვეყანა განახლდება მომავალში და შენი მეომრება განმტკიცდება იქ. მაშინ ქალწულმა მარიამმა უხმო ანდრია მოციქულს გადასცა თავისი ხალთუქმენი ხატი და გააგზავნა საქართველოში საკადაგებლად. საქართველოში სახელმწიფო ენაა ქართული. ჩვენ გვაქვს საკუთარი დამწერლობა და ის ერთადერთია მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შორის. ქართული დამწერლობის რამდენიმე სახე არსებობს. ხუთური და მხედრული. ხუთური მოიცავს ასომთავრს და ნუსხურს, ახლა მხედრულიც. ქართული ანბანი შექმნა ფარნავაზ მეფემ. საქართველოში ყველაზე მაღალი წერტილია შხარა, ხოლო ყველაზე დაბალი ადგილია ჭაობები ფოცა და ყურებს შორის. საქართველოში ყველაზე გრძელი მდინარეა ალაზანი, ხოლო ყველაზე დიდი ტბაა ფარანის ტბა. ქართველი და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რუსეთი ოკუპანტია.